ჩვენ განვაგრძობთ გამოშვებას და როგორც გითხარით, ამ წუთებში სასტუმრო Holiday Inn-ში სემეკი 2014 წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციას მართავს. ადგილიდან უკვე სემეკის თავმჯდომარე ქალბატონი ირინა მილორავა შემოგვიერთდება პირდაპირ ეთერში. ქალბატონო ირინა, მოგესალმებით. ძალიან დიდ მადლობას მოგახსენებთ, რომ იღებთ მონაწილეობას ჩვენს გადაცემაში. შეჯამების პერიოდში რა ძირითადი ასპექტები გამოიკვეთა, ასე ვთქვათ, გისმენთ. დიდი მადლობა. დღეს წარმოვადგინეთ ანგარიში კომისიის საქმიანობის 2014 წლის ანგარიში. ძირითადი აქცენტები გავაკეთეთ სატარიფო მეთოდოლოგიებზე. გასულ წელს დავასრულეთ სატარიფო მეთოდოლოგიებზე მუშაობა. ეს შეეხებოდა როგორც ელექტროენერგეტიკულ სექტორს, ასევე ბუნებრივი გაზის სექტორს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი მიიღო გასულ წელს კომისიას, ეს არის ქსელის კოდექსი, რომელიც არეგულირებს ურთიერთობებს, ტექნიკური სახის ურთიერთობებს სისტემის ოპერატორსა და ქსელით მოსარგებლეებს შორის. იყო ასევე აქცენტები გაკეთებული მომსახურების ხარისხზე. დარბაზიდან განსაკუთრებული შეკითხვები წარმოვიდა სწორედ ამ ცნობილ 400 ლარიან მიერთებებთან დაკავშირებით და აგრეთვე სადღაც საკითხების განხილვის დინამიკაზე გასულ წელს მომართვიანობა კომისიაში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი და აი საკითხები იყო ძირითადად ამისთვის. ქალბატონო ირინა, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რადგანაც მომართვიანობაზე საუბრობთ, ამ შემთხვევაში ინფორმაცია, რომელიც დღესაც გავაჟღერეთ, სემეკმა მომხმარებლების პროვაიდერების მხრიდან დაარიცხული 700,000 ლარზე მეტი ოდენობის ჯარემა ამ შემთხვევაში უკანონოდ ცნო. რა შემთხვევასთან და რა სპეციფიკასთან მქონდა რეალურად საქმე? როდის ვიხდი სამწუხაროდ ვერ გავიგე ზუსტად 700,000 ლარი დარიცხულია ვის მიერ. ანუ უკანონოდ, ანუ პროვაიდერების მხრიდან არის საუბარი მთლიანობაში. ანუ ამ შემთხვევაში იყო თუ არა ეს განხილვის ერთ-ერთი საგანი, აქ საუბარია პროვაიდერებსა და მომხმარებელს შორის. თუ საუბარია კომპანიების მიერ მომხმარებლების დარიცხულ თანხებზე, აქ სხვადასხვა კატეგორიის შემთხვევებთან გვაქვს საქმე. არის ნაწილი ხანდაზმული დავალიანების, თუ დავალიანების დარიცხვიდან გასულია 3 წელი, მომხმარებელს აქვს უფლება რომ არ გადაიხადოს ეს დავალიანება და მას აქვს უფლება რომ მიმართოს კომისია და კომისია როგორც წესი ამ შემთხვევაში იღებს გადაწყვეტილებას დავალიანებას ცნობს ხანდაზმულად და ჩამოაწერს. ამ ტიპის მიმართვიანობა ძალიან არის გაზრდილი კომისიაში. აგრეთვე არის სწორედ აი ამ მიერთების საფასურთან დაკავშირებული დავები. თქვენ ალბათ იცით რომ თუ კომპანია 40 სამუშაო დღის ვადაში ვერ მიაერთებს მომხმარებელს აქვს უფლება მოითხოვოს აი ამ 400 ლარის განახევრება და უკანასკნელ პერიოდში ამ ტიპის მომართვიანობაც არის გაზრდილი და მესამე ასე ვთქვათ სერიოზული კატეგორია დავების ეხება აღრიცხვენობასთან დაკავშირებულ დავებს, როდესაც მრიცხველთან დაკავშირებით არის გარკვეული შეუთანხმებლობა კომპანიასა და მომხმარებელს შორის. აი ამ ტიპის მიმართვიანობა ძირითადად კომისიაში. კი ბატონო, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, ქალბატონო ირინა, იგივე ვთქვათ, თქვენ როგორც ბრძანეთ, ამ შემთხვევაში გაზრდილია მომართვიანობის მაჩვენებელი და მარეგულირებელს საჩივრით 750-ზე მეტმა მომხმარებელმა მიმართა. ანუ საჩევრების რაოდენობას თუ გავითვალისწინებთ ამ შემთხვევაში, რომელი კომპანიის მისამართით არის ძირითადად ეს საჩივრები? დღეს სწორედ წარმოვადგინეთ სტატისტიკური მონაცემები მომართვიანობის თაობაზე. ძირითადად ელექტროენერგეტიკულ სექტორშია ყველაზე მეტი მომართვიანობა, თუმცა აი ამ ელექტროენერგეტიკული სექტორიდან ხანდაზმული დავალიანებებია ყველაზე მეტი. რაც შეეხება აღრიცხვასთან დაკავშირებულ დავებს, აღრიცხვასთან დაკავშირებულ დავებში ბუნებრივი გაზის სექტორი, ასე ვთქვათ, ლიდერობს და ყაზმასგაზის მიმართ არის როგორც წესი ძალიან ბევრი პრეტენზია. ამას ჩვენ ვხედავთ დავების პრაქტიკულად ყოველ კვირას გვაქვს ჩვენ სხდომა და სხდომების საკითხთა 90% სწორედ მოქალაქეებს და კომპანიებს შორის დავას ეხება და სამწუხაროდ ყაზმასგაზთან არის როგორც წესი ამ ტიპის დავები დაკავშირებული. კი ბატონო, ქალბატონო ირინა, ძალიან დიდ მადლობას მოგახსენებთ, რომ იღებდით მონაწილეობას ჩვენს გადაცემაში. ქალბატონი ირინა მილორავა პასუხობდა ბიზნეს კონტაქტის კითხვებს.